გურჯაანში ცენტრალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. თამარ მეფის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კონკრეტულ მონაკვეთებზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროსადენები და ინტერნეტის გაყვანილობა. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. მიმდინარეობს დღეს მდგომარეობით რუსთაველის და გურამიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ერთი ფენა უკვე მოეწყო გურამიშვილის ქუჩაზე და დღეს საღამოს საათებში დაიწყებენ რუსთაველზე პირველი ფენა ასფალტის მოწყობას. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების ასფალტის დაგება, აი ამ წუთებშიც მიმდინარეობს გურამიშვილის ქუჩაზე და ეს პირველ ფენას ყოველთვის მოყვება ტროტუარების მოწესრიგება. ზოგადად სრულად ამ ორივე პროექტის დასრულება იგეგმება აპრილის დაახლოებით 20 რიცხვისთვის და ამ პროექტებს მიება ეს უკვე ახალი სულ რაღაც ერთი კვირა რაც ხელშეკრულება გაფორმდა თამარ მეფის ქუჩაზე, მაგრამ მანდაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ აპრილის 20-ისთვის თამარ მეფეს, რუსთაველის და გურამიშვილის ქუჩაც დასრულებული